მიდგომა, იხბალი და მამულიჩა. კურიოზი კაცი ხარ რა. ერთადერთი მინუსი აქვს რა, ნუ ძალიან შორს ხოვრობს და აგვიანებს. აუ, როგორ გაგაშავებდი მამული, იჩ. როგორი პროდიუსერია მამულიჩა? წავა რა, ეხა რო გითხრათ რო წა. აი ამაში აღმოჩნდით. თავიდან მოვიდა შოკოლადზე გაზრდილი ბიჭუნა, არავინ არ შეეუნებოდა არ დაგვიანებაზე არაფერზე და მოკუსკუსდა რა საყვარლად. ხო რა, ხო იცი, ჭემა იქ სიმღერა, ხო იცი. ისე მე თავიდან არ უყვარდი, მაგრამ მე შეუყვარდი. ტოქსიკურად დაიწყო ჩვენი სიყვარული და აქედან მე უკვე ხელი მოვკიდე და იმის მერე რავი მომყვება და ისე. მე ლელას ბენჩი წაიყვანე და ერთად ხარ მთელი ოჯახი. სწორად თქვიაც მთხოვე? კი, ჩაგირიცხობავს. კაი. მამული ჩაგირიცხო. ანუ ხარჯი მაინც არ შემეცვალა რა ისე. არ უპასუხისმგებლობა ხო არ ვიქცეოდა ოდესმე მოგცევა რა უპასუხისმგებლობა. მამულიჩა როდის აღმოაჩინე? საიძინა მგონი გააღვიძეთ. ყველა გზა მაინც ჩემთან მოდის. ამათ მაგით ვამიყვანეს რომ უბრალოდ ვარდობდი 6 წელი. გარბი ხარ და არავინ მოგხსნებს. მამულიჩა გადაიხდის. მოგესალმებით ახალი ეპიზოდით. დღევანდელი ჩემი საუბრის თემა და სტუმრები არიან მეგობრები, სხვადასხვა თაობის მეგობრები, მაგრამ მათ ერთი საერთო და საყვარელი საქმე აერთიანებთ და სანამ მათ წარგიდგენდეთ, იქამდე გეტყვით, რომ ჩემი პოდკასტის სპონსორია ორინაბიჯის გამოძახების სერვისი, შევკვეთეთ ონლაინ და ისარგებლეთ უფრო მეტი ფასდაკლებით. აქვე შეგახსენებთ, რომ მეხუთე ელემენტი იწერება პოდკასტ პოინტში. ასევე მრავალფეროვანი პროდუქციის დანახვაზე დაინტერესდებოდით ალბათ ვისი არის ეს ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ეკო პროდუქცია და ეკო ბრენდსი არის ეპიზოდის სპონსორი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ მისი ახალი სივრცე, გაიხსნა ფალეშვილის 85 ნომერში და ეს მრავალფეროვნება იქ დაგხვდებათ. ველედა დარწმუნებული ვარ ყველა მიცით და 1997 წლიდან შემოაქვს ეკო ბრენდს ველედა საქართველოში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას და ველედას და თქვენთვის ბევრი საინტერესო პროდუქცია დაგხვდებათ სწორედ ფალეშვილის 85 ნომერში. მამულიჩა და თორჩო არიან დღეს ჩემი სტუმრები. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ეს რაღაცა თაობების აღნიშვნა არ მომწონს ხოლმე, დღეს ჩემი ხამეს არ მომწონს რა. ჩემი თაობა. სხვა თაობა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ისა რა ქვია, ფლატოლები არ ხართ. ერთი თაობა ვართ რა 10 წელია. პარალელური კლასელები ვართ. ხო, მე ხავს ეგეთი. უბრალოდ რომელიღაცა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები. მამულიჩას გულისხმობ ბუნებრივია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე არ მაქვს პრობლემა. კაი, მაშინ შენ გეტყვი. შენ როდესაც უფრო დიდი და გამოცდილი ყავი, მამულიჩა როდის აღმოაჩინე? მამულიჩა საჩვენს უყურებდი სულ ბავშვობიდან უყურებდი თვალს ვადევნებდი, იქ რაღაცაებს ცდილობდა, რაღაცა მომწონდა, ხან არ მომწონდა. შემდეგ ერთ-ერთ კონცერტზე მოვისმინე და აღფრთოვანებული დავრჩი, იმიტომ რომ თან რაღაც ქორეოგრაფიული ნომერი ქონდა, თან მღეროდა და ძალიან მომხიბლა კი. და ვიფიქრე რომ ანუ თან ქორეოგრაფიული და აქედან მე უკვე ხელი მოვკიდე და იმის მერე რავი მომყვება და ეს. მე ლელას ბენჩი წაიყვანე და ერთად ხარ მთელი ოჯახი. კი ბატონო. კაი, მაშინ მამულიჩას ბუნებრივია ვკითხავ, როგორ ეს ბედმა რო გაუღიმა, როგორ ცვლილება იყო მის ცხოვრებაში. როგორ მოხდა პირველად საერთოდ თორჩო რომ მოვიდა და შემოგთავაზა ლელასთან წამოდი. როგორ დაიწყო ეს ყველა? როგორ დაიწყო და პირველად გუფილენთან მუშაობდით მაშინ ლელას პროექტზე და ბექ ვოკალი გჭირდებოდა და ავიყვანეთ რამოდენიმე ანა ჭუმბურიძე და მანანიკო ცენტერაძე და გჭირდებოდა ლელა მაიტეხა რომ მეო ეს ბიჭი მინდაო. ვინ ბიჭი მეთქი და გიორგი თორაძეო. ხო და ნუ დაურეკა თვითონ ლელა მიყვარხარ. ხო და მოიყვანა სტუდიაში პირველად რომ შევიკრიბე, შემოვიდა ვიღაცა ბიჭი. რაღაც შევხე ხაც ბაბაჯანას კოშები ესო რა.
ძალიან შარვალი. ის რაღაც ისეთ ვიცე მოვიდა. კი უყურებდი მეთქი. ეხ რა ხდება მეთქი, მაგრამ ლელა მდგარ რომ ძალიან მაგარი ბიჭო, მე ძალიან მომწონსო და იმის მერე დარჩა. თავიდან არ უყვარდი, მაგრამ მერე შეუყვარდი რა. მართლა. პირველ კონცერტზე მართლა არ მეყვარდა. რატო? ისეთ ისტერიკაში იყო. ანუ ეგეთშიც არა, მაგრამ ნუ ეხლა ჩემთვის როცა არ იცნობ ადამიანს და უყურებ და მესმის ის პასუხისმგებლობა რაც იტვირთა, იმიტომ რომ ფილარმონიაში რაღაცა მთელი დარბაზი გავსო და მოიყვანო და ლევას კონცერტი და სოლო კონცერტი თან დიდი კონცერტი, ნუ მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ აი ისეთი მოგლეჯილი ქონდა. აი ამაში აღმოჩნდი და მაგას ასე უთხარით ფექ-ვოკალისტს მეთქი მე ამასთან ერთად არასდროს მეთქი არ ვიმუშავებ. ის კი არა რომ ვიმეგობრებ თქო და ესეთი ახლო მეგობარი თუ იქნებოდა ჩემი არც წარმომედგინა, იმიტომ რომ მეგონა რაღაცა ურჩხული, იმიტომ რომ ნუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქონდა აკიდებული რეალურად. ნუ ეს მე გავაანალიზე, მაგრამ თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი ეს თავიდან მოვიდა შოკოლადზე გაზრდილი ბიჭუნა და არავინ არ შარეუნებოდა არ დაგვიანებაზე არაფერზე და მოკუსკუსტა რა საყვარლად. ეგ ხო იცი პირველი არის ყველაზე რთული რა, ეგ მაგას თუ გაუძელი და იმუნიტეტი გამოგიმუშავ და ალბათ მაშინ გამოცდილება ქონდა და ეთყობა მაინც რა. მე მქონდა გამოცდილება ხო, მაგრამ თან ისიც არის ხოლმე რაღაცა ტოქსიკურად დაიწყო ჩვენი სიყვარული და ამიტომ გონია რომ ამდენი წელი ამიტომ გასტანა და დღემდე ვართ ძალიან ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები შეიძლება ითქვას. ისე მეგობრებისგან ხშირად გამიგია რომ პირველი შტაბეჭდილება ცოტათი ის არის ხოლმე რა უცნაური. ყველა მე გადაობს ამ პირველ შტაბეჭდილებაზე, ჩაცმულობაზე, მანერებზე და მე რაღაცა დიდი მეგობრობა იწყება ხოლმე. და შეიძლება იქ იყოს რა, მეგობრობის დასაწყისი, რა ვიცი რა. ეს ზუსტად. გონია რომ ეგრე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ახლობლობა. თავიდან ყველაფერი ცუდი ხდება. პაროდიებს რო აკეთებენ მასზე, იცი ის? მიესალმება ყველაფერი. კი, სხვა შორის არა, ნუ ძალიან. ნასვამზე რო ურეკავენ ხოლმე, აბა ჩემი პაროდია. ეგრე ხო არ არის თუ? შენიც განიშნებს რომ ეხლა შენ ჩემი პაროდია გაანგენე. არა, ეგ ბუნებრივად ყველაფერი. ბუნებრივად მოდის, იმდენად დიდხანს იცნობთ ერთმანეთს. კარგი. როგორი პროდიუსერია მამულიჩა? შენთვის? რაც ხალხმა არ ვიცით. წავა რა, ეხლა რო გითხრათ რომ არ ვიცი, ძალიან კარგი რა. ძალიან პირველ რიგში იმის თქვა მინდა, რომ აი ძალიან არ მომწონს უგვერძე მიზის და ესმის, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა გულწრფელად რა. რა, აი ხო და რა თვალსაზრისით? რა, ბევრი ბენეფიტები გაქვს რა. რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯები, წესრიგი განაპირობებს ხოლმე. მეგობრობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ვინც ყავს ბენჩი, ყველასთან ისეთივე დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს, როგორიც თქვა ჩემთან ქონდა ან სხვა ბექო. შეიძლება დაეძინა მგონი გააღვიძეთ დაეძინა. რატო? სამომავლო პროდიუსერი რო არის ისმე ყურადღება ზიამოვნები და მგონი და ცოტა ხანი ესე იჭდა. ყველაფერი ილაპარაკე. ყველაფერი. აი მართლა ძალიან სასიამოვნო მუშაობა რა, იმიტომ რომ ნუ პირველ რიგში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაც მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა, ის რომ არის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი მართლაც რომ და ამავდროულად ძალიან მეგობრული რა და იცი რომ რაც არ უნდა დაგჭირდეს დაურეკავ და ყველაფერი დაალაგდება რა. ჩემთვის ეგეთი ადამიანი. 4 საათი და დაალაგდება. კი, ეგეც არ იქნება პრობლემა. ეგ უნდა ვთქვა, რომ ძალიან პუნქტუალურობა უმნიშვნელოვანესია შენს დაგვიანებაზე კი არ ვამბობ მართლა. ხო, ხა მაინც და მაინც. არ იყო დღევანდელი დაგვიანება. არა მოვჭრია ყველაფერს. ნახევარი საათი რომ საერთოდ პროდიუსერი არის შესაძლებელი. კიდევ კაი აქ არ არის. შენ პროდიუსერებს თითი არ დაეჭება. მამულიჩას უნდა ვკითხო. თორჩოს ამბობ ძალიან ბევრი საინტერესო შემოქმედებითი, ისეთი თამამი ნაბიჯები აქვს, კლიპებზე აუცილებლად გადავალ, შენ რომ დაგაგვიანდება და გაიქცე და მელაპარაკე. არა მართლა ძალიან დიდი კომპლიმენტი და არ ვიცი, ალბათ ბევრმა გითხრა, თუმცა ცალკეც რო შეგხვდი, მაშინაც მინდოდა რომ ჩემი კომპლიმენტი დამეფიქსირებინა, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან ლამაზად გამოიყურებდა ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ შენ მოგაყოლებ ამ ყველაფერზე, მაინც ძველი მეგობრის და ძველი თანამშრომლის პროდიუსერის აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე. ძველი, აბა, სადაც ხო იცი, ფეხი სადაც აიდგა ბავშვმა. ნუ დავიწყეს იქიდან, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის რა. სწორედ მაგას გულისხმობ. ძალიან იშვიათად ეხა არ მიყვარს ეს სიტყვა ჩემი ოჯახის წევრია და რაღაცა. აი კომფორტის ზონაა რა, ზოგადად ნუ ლელაზე, ნუ ლელა გიждდება რა. იძახის ჩემი შავი მარგალიტია რა. კი მიატოვა მე სცენაზე, მაგრამ ნუ ლელა იძახის რომ ერთ-ერთი ჩემი
საუკეთესო პარტნიორია სცენაზეო და ამათი დუეტი ეხლა ხო იცით ძალიან პოპულარულია და ტორჩო არის ავისი ალბათ ყველაზე კეთილი და მხიარული ადამიანი ამ ქვეყანაზე მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვთქვი ადამიანს მასაც აქვს პრობლემები მაგრამ არასოდეს არ გაწუხებს რომ მაგით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა ავისი და ალბათ ყველა ადამიანისთვის სასურველი მეგობარია რა მეტი რა ერთადერთი მინუსი აქვს რა ნუ ძალიან შორს ხოვრობს და აგვიანებს ხოლმე და მაგას ვითვალისწინებ ეხლა რა თქო რომ ვოკალი რო ხო ყველანაირად კარგია არა ძალიან მიყვარს ადამიანები თავის თავზე რომ გადაობენ ხოლმე რა ესაც ესეთია და ზოგადად იმ ადამიანებს აი გიждები რომ აი შენზე რო აქვს დაწყობილი რაღაცები და რო იცი ხოლმე რა მე პირიქით მიხარია ხოლმე რა ეგეთ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ რა თორჩოც ესეა რაც შეეხება მის გზას ჩვენგან თეატრში მინდაო წავიდეო ესე მითხრა რა თქვა ბავშვმა თეატრში მინდა ხო და თეატრი აღარ არის უბრალოდ არ დაგწდა წავედი და დაიკეტა წავიდა და თეატრი სამწუხაროდ მაგრამ რაც შეეხება ხა მის შემოქმედებას ეხა მიხვდა როგორია ესე იგი შენით რო აკეთებ არავინ გვერდზე არ აკავს ეხა კი შეიქმნა ჯგუფი ყავს თავისი საპროდიუსინგო მაგრამ ეხლა მიხვდა რა არის დღე და ღამე შრომა ფიქრი რა უნდა გააკეთოს როგორ უნდა გააკეთოს ეს ძალიან თვითონ ადვილია გვერდიდან რო გიყურებენ მაგრამ ყველა ის სიმღერა რომელიც მან ჩაწერა რო გადაიღო ბევრ შრომასთან არის დაკავშირებული რა და მე შემიძლია რომ მხოლოდ წარმატებები უსურვო მის პროექტს და მე ვფიქრობ წელს ალბათ უკვე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებს უკვე ლაივში სცენაზე. ხედავ შენ. რა კარგი. ძალიან მეხმარება სხვათა შორის. მას გაუთიშავ თუ გინდა იყვირე. კითხვას დაგისვავ და მე ლავის წვენ შემოგთავაზებ მითხარით რომელი გემო ალუბალი ბროწეული და ეს არის გარგარი თუ არ ვწდები რომელი შემოგთავაზოთ. ალუბალია. გარგარი ალუბალი. და შენ მიპასუხე მე მიკროფონი მე რაღაცა ძვრები ხოლმე და მე სუჭრიან და დამცინიან. იცი რა მაინტერესებს 6 წლის წინ მიხვედი პატარა იყავი და შემდეგ აი ეს გადაწყვეტილება წასვლის. როგორ მიიღე და მე გეტყვი როგორც მაყურებელმა და მსახიობმა როგორ ვუყურებდი ამ ყველაფერს და რა როგორი ემოციური იყო რა ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მაყურებლისთვის არ ვიცი მაგრამ ეგ გადაწყვეტილება რომ მივიღე შეხვედრაზე დავიბარეთ ბატონი კახი და უნდა გველაპარაკა და მახსოვსო დაახლოებით 1.5 საათი ვერ შევდიოდი რომ მე თქვა მართლა ძალიან განვიცადე და ძალიან რთული იყო რა მაგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა იმიტომ რომ მეგონა რომ მეშინოდა რომ არ მინდოდა რომ ეგ გადაწყვეტილება ასახულიყო ჩვენ მეგობრობაზე ან ურთიერთობაზე რა და ეგ იყო ყველაზე რთული მაგრამ როგორც ხედავთ აქვს ხედვართ ორივე და როგორც მეგობრებითანაც კი სხვადასხვა მე უფრო გაუადვილი რა ხო აი გუნდა მეთქვა ახლა აი მან ჯიგარი პროდიუსერი ყოფილა კი მაგას მოვიდნენ რაღაცა უკვე ვიცოდი რა მართლა ხო სახეზე ეწერა შუბულზე ეწერა რომ ვიცი ესე მე ვთხარ ნუნერვირო ისიც იმხელა ხარჯი მქონდა თქვენით მეთქი ახლა მოვიყვან უფრო დაბა მიუჯესე ოღონდ რა ტერორში ყავდა ხალხო რო იცოდეთ რას უშვებოდით ხალხო აი ძალიან ვიცოდეთ ყველაფერში ხო კაფეებში სადმე თუ კი სადმე შევდიოდით ბოლოს რო გამოდიოდით მამულჩა გადაიხდის და გამოდიოდით ხალხო 6 წელი სამივე ბექოკალისტი აი საშინელებებს საიდან საწავიდნენ საიდან საწავია არა ეხლა ხუმრობის და იმის გარეშე შემიძლია გითხრა რომ საუკეთესო 6 წელი გავატარეთ მთლიანად ჯგუფში და იმედია კიდევ ჩვენი მეგობრობა რა თქმა უნდა გრძელდება მიხარია ამათი ყველასი ანასიც თათა კი წავიდა ამერიკაში ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ ძალიან მაგარი ძალიან ტკბილი მოგონებები აურჯერდები და ისე ვაგრძელებთ რა ანუ ხარჯი მაინც არ შემეცვალა რა ისე ყაზე მყავს ეგ
კარგია. კაი მეგობრობა გწოდნი ბარათის მონაცემები ჩაწერილია ყველაფერი რიგზე. მონაცემებით ბოლეთში ინახება ყველაფერი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ბექებში არიან ეს ხალხი და შეიძლება იმ ბექებში ვიღაცას ჩემზე კარგი მონაცემები აღმოაჩნდეს, გაიზარდოს ბავშვი მერე და რაღაც და ანუ არ მინდა მე რომ ვიღაცამ ეს ჩემი სცენაა, მე მინდა ვიყო მთავარი, ეს აბსოლუტურად მისაღებია რა, ჩემთვის როგორც არტისტისთვის. და წავიდეს სადაც უნდა, როგორც უნდა კარგად გააკეთოს, მაგრამ ეს იყო ძალიან გულის ამაჩუყებელი ადამიანურად და კარგ მეგობრობას და კარგ პროფესიონალიზმს და კარგ ხარისხს რო პატივსცემ ორივეს მხრიდან. შენ მითხარი როგორ მოხდა ეს შეთანხმება, როგორ გადმოხვედი? რაღაცა საოცარი დუეტი იყო, საოცარი ემოციების გაცვლა, რაღაცა ძალიან ბევრნაირი სიყვარულის და ასე შემდეგ და არ ვიცი, პირველ რიგში ხელოვნებაში რა სფეროშიც არ უნდა იყო, მგონია რომ სიყვარულის გარეშე აზრი არ აქვს არაფერს რა და ამ ადამიანებმა და ამ ჯგუფმა იმხელა სიყვარული თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, მომცეს და იმდენის გაკეთების საშუალება მომცეს ლელას კონცერტებზე, რომ ძალიან მადლიერი ვიქნები ყოველთვის რა, მithumetes იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ, არ არის მარტივი თუნდაც პროდიუსერმა რაღაცა ნებისმიერ ჩემს იდეას ხელი მოაწეროს რა, იქნება ეს ჩემი კოსტიუმი, იქნება ეს ჩემი სცენაზე მოქცევა, რაღაცა სიმღერა თუ რა იქნება რა, და ამაში ძალიან დიდი თავისუფლება მომცეს ლელამაც და მამულიჩამაც, რისთვისაც სულ მადლიერი ვიქნები. და როგორც გამიცნო, მე რეალურად დიდმა აუდიტორიამ რა. რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა. ნერვიულობ დიდუაძე, პირველად როდესაც ლელასთან რომღეროდი, კი ძალიან უსაური იყო, იმიტომ რომ წინა დღითაც არა, იმავე დღეს კონცერტი უნდა გქონოდა და აი ეს პატარა ყმაწვილი მოდის და მეუბნება პირდაპირ ესე ტექსტს მაძლევს და ეს ისწავლეს აღამას უნდა იმღერო. და მეთქი რა? ხო იცი, ჭემა იქ სიმღერა, ხო იცი. ესე მეუბნება. ითქი კი ვიცი ეს სიმღერა, მაგრამ ანუ ეხა დღეს ხო რა ისწავლე რა ტექსტია და დახევე საათში. და ესე აღარ ძალიან მინერვიული. და ესე ბედნიერად მოხვდი ტელეფონში ხო ეს ტექსტი მქონდა და ჯიბეში მედორ მეთქი რომ რამე უცებ ამოვიღო, რამე არ შემეშალოს რაღაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო რა. თან მაშინ 22 წლის ვიყავი, ალბათ 23 წლის და გვერდზე ლელა და მიდი ახლა იმღერე. ხო. ძალიან მოუხდა რა, აი ლელა უხდება შოუს ქმნიდნენ და რეალურად აი ცალკე აი მაგათი ნომერი იყო ცალკე შოუ რა. კი, ძალიან ემოციური იყო და დამამახსოვრებელი და ნამდვილად სწორია. პროდიუსერის შენიშვნა ისეთი რა იყო, რაც შენიშვნები არავის არ მოგწონს. მაგრამ პროდიუსერი არის იმისთვის, რომ ჩვენ შევხედოთ როგორც რეჟისორი შორიდან, ხო? და ვენდობით იმ ადამიანს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რა გახსოვს ისეთი, რომ აი იმ მომენტში რო გინდა რომ გაეკიდო და დააღრჯო, მაგრამ მიხვდები წლების განმავლობაში, რომ ეს იყო სწორ გზაზე დასაყენებელი რაღაცა. ძალიან კარგი და საინტერესო კითხვა, მაგრამ რო კითხა რომ შენიშვნა შენიშვნა რჩევა, ან შეიძლება კეთილი რჩევა, ან აგრესიული რჩევა რამდენიც გინდა, მაგრამ არა ყვირილი და რაღაცები არ ყოფილა, ეგენი. ასე ერთი უნდა გავავიხსენოთ. მეტი რომელი. ბათუმში მოვიდნენ პახმელიაზე რეპეტიციაზე და რეპეტიცია იყო ოღონდ და ხა ბათუმში რანერე შეიძლება ფხიზელი იყო 24 საათი 3 თვით რომ მიდიხარ სამუშაოდ და კვირაში რო 4 კონცერტი. და ლელა ხოთი ძალიან იშვიათად რომ რაღაცაზე გაბრაზდეს. აი ძალიან იშვიათად და ალბათ ერთ თუ ორჯერ და ესე აკუსკუსდა. კიდე მეორე ისტორია უნდა მოვყიდე. აკუსკუსდნენ და სცენაზე რაღაცნაირად მოდი პახმელიაზე ეს და ანა. ხოდა რაღაცა დავიწყეთ ახლა მუშაობა რეპეტიცია. რაღაცნაირად აუ ლელა მივდა რაღაცა ისა და ისა გუშინო ბევრი დავლი და პახმელიაზე ვარ და ნუ რაც მოხდა გადამცა გარბოდი გარბოდი და მომწდები და ორივე არა ნუ ახლა ერთხელ ხო შეიძლება ერთხელ მაგრამ იმ ერთხელაც არ შეიძლება თურმე მაგრამ ნუ სწორია რა მაგრამ მაინც ახლა ეს რა ყოფილიყო არა უპასუხისმგებლო და ხო არ ვიქცეოდი ოდესმე მოგცეულ ვარ აი უპასუხისმგებლო ნუ ვაი მე თორჩორი როგორ ტიპაჟია რა ხა ვერ გაუბრაზდები ხა ეხა როგორც გითხრა ვერ გაუბრაზდები რას გეუბნებით ეხა დისციპლინა ჩვენთან არის რა ეხა არაფერს ის არ ლაპარაკობს ყველაფერი უბრალოდ
ეს ადამიანი უნდა იცო, აი თავისუფლება უნდა შეუზღუდო რა მხრივ ვიძახი რა. აი ლელა მიცა თლიანი თავისუფლება სცენას. ეგ მართალია. არანაირი შებოჭები, იმიტომ რომ ხო იცი, არიან ადამიანები, ეხლა რომ შეისწავლე, რო გინდა რომ რაღაც შედეგი დაიგოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ანუ უძდელი უნდა იყოს, არა. მინიმალ თავისუფლება უნდა მიცე რა და ეს ამათ შოუს ისე მოუხდა ეს ყველაფერი რა, რომ აი, რა ვიცი რა, სულ აი არ არსებობს რა YouTube-ზე ჩვეულებრივ ვიდეო დავდეთ კონცერტის მილიონზე მეტი ნახვა აქვს უკვე თითქმის რა. ანუ სულ უყურებენ ამათ დუეტს, როგორც აი განსხვავებულს რა. აი კონცერტზე ლელას კონცერტი იყო და მერე იყო ამათი დუეტი რა. ერთხელ მახსოვს აი პირველად რა ეს ინტერნეტი ხო იცით მაინც როგორია, პოპულარული ადამიანი რო ხარ, მიდის ბულინგები აქედან იქიდან და გეჩხუბებოდი მე. პირველად ესე იგი დავდივარ ამ ჩემი კამერით ვიღებ რაღაცებს და ავიდნენ ბათუმში ცხელა, ნუ საშინელი სიცხეა და ბასეინზე ვარ და უცბად რეპეტიციის დროს მოვიდა საუნდჩეკის და მე ვთქვი, აბა ავედით მეთქი რა ყველა სცენას და კუპონლიკებში რაღაც ხალხები შემოიცეს. ეგ მეც მაქვს ნანახი. მე ვერ მივხვდი. სიმღერის დროს. კოსტიუმის რა შოუს გავდით ვერ. არა, შოუ საერთოდ არ იყო საუნდჩეკი, უბრალოდ უნდა გაგვეცხრებია და ლელაც ხალაჩი, ყველა ხალაჩი კუპონლიკები და ამან თავისებურად დაიწყო რა მაიმუნობა. და დავდე რა ინტერნეტ. აბარა. დედას რაღაც 5 წუთში პროცენტ ჩავიხედე და ესე იგი 200,000 ნახვა ქონდა. და კომენტარებში რომ დავიწყე კითხვა მე ვთხარი გიო ჩვენ გვაგინეს არა უფრო ამბას მე ისე რა მაინც არა თქვენ გიწერნიო გააგდეთ ახლა ეს ბიჭი მე ვთხარი რომ ხო არა ავიღო მეთქი რა და ამან არა რაღაცა ნუ მოკლედ 3 მილიონი ნახვა აქვს ვიდეოს და ძალიან ბევრი კომენტარი ეჭხუბებოდნენ რომ კონცერტზეო როგორ გაბედეო რომ ესე დადექიო იმას აღარავინ აღარ უყურებდა რომ ცხელოდა რაღაც ბასეინზე ვიყავი რეპეტიცია იყო არ იყო კონცერტი დასამახსოვრებელი ეგ იყო რა მან ძალიან კაი იყო შენთვის გამორჩეული კონცერტი რომელი არის შენთვის პირადად ჩემთვის რა ვიცი ძალიან გამორჩეული იყო რომ ვიყავით ამსტერდამში კი არა სად ვიყავით ანტვერპენში ხო ანტვერპენში იყო ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი კონცერტი ერთ-ერთი ბოლო კონცერტი იყო და მაგიტო კიდე უფრო და პლუს რაღაცა ძალიან რაღაცა ემიგრანტებში და საზღვარგარეთ და საოცარ ხალხისთვის სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო და ის ემოციები, რასაც ჩუქნიდნენ, არ დამავიწყდება. ხო, იქ კიდე უფრო სხვანაირად ძაფრად და ლაღად ხარ კიდე რაღაცა. შენი აზრი მაინტერესებს, თუ გქონდა რამე შენიშვნები ამ ახალ პროექტებთან. 3 კლიპი გაქვს, ხო? თუ მეტი უფრო ბოდიში. ამ ბოლო გადაღებულ კლიპებს. 3 ალბათ, ხო, 3 გო? ანუ ბოლო გადაღებულ, ნუ ცას კლიპებს. ხო. ესე იგი მაინც ის არის შინაურული ქართული შინაურის გადაღებულები მახსოვს. ორი რაღაცა ვიზუალური არტი მაქვს. კი, ეგენიც ვიცი, მე ვიცი. ჯამში 5 სიმღერა მაქვს დარეგისტრირებული ახალი ალბომიდან. რომელსაც ძალიან მალე დავამთავრებ. ძალიან სერიოზული სამუშაო გაწიე, იმიტომ რომ კლიპი არის სრულიად განსხვავებული, ძალიან თამამი, ძალიან სანახაობრივი და ლამაზი და შენი ვოკალიც ძალიან ვოკალიც კი არა, იქნება დამეწყო, მაგრამ შენი ვოკალი იქამდეც ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მომღერალი ხარ. ქარიზმატული ხარ. ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ აი საოცარი შოუ აკეთო ხოლმე ყოველ ჯერზე. და ეს სწორად გაგიგო. კიდე დაპატიჟეთ ხოლმე, რა კარგ რაღაცებს ამბობთ. აღარ დაპატიჟებ იმით. ისე დავაგვიანე რომ აღარ. წელიწადში ერთხელ ვაკებ ხოლმე აქ ადამიანებს. და კიდე ვიცი რის თქმა მინდა, რეჟისორმაც რო სწორად გაიგო ის რაც შენ მოგიხდება. ხო ხვდები აი რაც მამული ჩემს სწორად თქვა, რომ მივეცით თავისუფლება, რომ ყოფილიყო ის რაც თვითონ არის და ის რითიც რაც შენში არის ძვირფას და რითით განსხვავდები შე როგორც არტისტის ხვებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამისი რეგულირება შენი მხრიდან სწორად, რაც იმას ნიშნავს, რომ გემოვნებიანი ადამიანი ხარ. იმიტომ რომ ცოტა ბევრი უკვე რაღაცა არის, ნაკლები რაღაც შებოჭილობა და ძალიან დიდი სითამამე და გამოცდილება და ცოდნა სჭირდება, რომ ამას მისცე თავისუფლება რა და ეს აიღო შენ თავზე. და ესეთი შეხვედრა ძალიან გამართლება ამის თქმა მინდა რა, ორივეს გაგიმართლოთ თქვენი შეხვედრიდან. კი. კი ბატონო. სწორად თქვიაც მთხოვე? კი, ჩაგირიცხო ბოლოს. კაი. მამული ჩაგირიცხო. ეხლა შენ მითხარი ორი სიტყვით არა, მინდა რომ კარგად მომიყვე, როგორი რთული იყო, რა გამოწვევები იყო და ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა, როდესაც მარტო დაიწყე ამ ყველაფერს კეთება.
ყველაზე მეტად გამიჭირდა ის, რომ ძალიან ბევრი წელია ამის კეთება მინდა ესე. მაგრამ ვერასდროს ვერ გადავწყვიტე, ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ვერ გადავდგე ეგ ნაბიჯი რა, იმიტომ რომ იქამდეც სანამ თქვათ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვითანამშრომლებდი, იქამდეც 10 წელი ჯგუფში ვიყავი, იქამდე კიდე მთელი ამბები რაღაცა კონკურსები გავიარე, თეატრში ვიყავი, რაღაც სულ მიჭირდა, მე ძალიან მიყვარს გუნდური თამაში ზოგადად ცხოვრებაში. და ძალიან მიჭირდა ესე რაღაცა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ არა, ახლა კი მოდი მარტო შენ თვითონ დაიწყე და გააკეთე რაღაცები. ამაშიც გულისხმობ, ეხა ვისთან ერთადაც მუშაობ, მაინც არ ვარ მარტო და მაინც გუნდურად ვთამაშობთ, იმიტომ რომ ჩემი ადამიანები შემოვიკრიბე, ჩემი თანატოლები, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები, ჩემი ჭკუისები, რაც თავარია, მუსიკალურ სფეროშიც და ვიდეო სფეროშიც და რავი, ძალიან გამიჭირდა თავიდან ამ გადაწყვეტილების მიღება და მე უკვე ამ გადაწყვეტილება რომ მივიღე, მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რა, რომ აი ახლა კი აი ვინ და როგორ და ანუ რას ვაკეთებ ახლა ამის შემდეგ რა. იგი იყო ყველაზე რთული. ვის ანდობ ამ პირველ ნაბიჯს? მე უკვე ახლა ისეთი კარგი გუნდი მყავს, ისეთი კარგი გუნდი. მოვიკითხავ მივესალმები ყველას და ძალიან ისე ღირსეულად ვშრომობთ აგერ უკვე 1 წელია რა. მე მარი შარმანი, გიორგი ბულბულაშვილი და გიორგი სანოძე ეს მუსიკალურ ამბავს რაც შეეხება. და იქეთ საერთოდ გიჟები მყავს, კი იცნობ შენც. ნუცას ჩემ რეჟისორს მოვიკითხავ. ნუცას ვიცნობ, ხო. ნუცას ვინც არიცით, მაკა ძაგანიას იგივე თინას შვილი არის და ჩვენ პირველად რომ ვნახეთ, როგორც აი დიშვილი რომ რაღაცას გადაიღებს, ესეთი რეაქცია გქონდა და ძალიან მოგვეწონა. მარი შარმანს რაც შეეხება, მე რადიოდან ვიცნობ და ერთ-ერთი გამორჩეულად ძალიან საინტერესო გოგო არის და ძალიან საინტერესო მუსიკოსი და გამეხარდა რომ შენს გვერდით არის. კი. ოჩაღი გოგოა ძალიან და მოვიკითხავ. რო აკეთებდი, ფიქრობდი იმაზე, რომ თქვათ აი ვიზე არის ხოლმე. შინაგანად მაინც სწორებას აკეთებ რაღაცა ხარისხზე. აი ვინ არის შენთვის ესეთი გამორჩეული ან ამის გარდა შეიძლება არ იყოს თქვათ ლელა და მამული ჩემ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კიდე რასაც ადრე აკეთებდი, შეიძლება ცოტა გაემიჯნო იმას, ესეც სწორი არის, როდესაც თავიდან აკეთებ, ხო, რაღაცა შენ კარიერას. აი ეს მაინტერესებს შინაგანი ფიქრები, რაღაცები გვიშლის ხოლმე ხელს. შენ შემთხვევაში თუ იყო ეს და თუ იყო რომ აი თქვი რომ აი всё რა, რაც არის, ეს უნდა გავაკეთო. ან რთული ამის თქმა მინდა რა, ყველაფერი ძალიან რთული არის, უცებ ყველაფერი გადაწყვიტო და გააკეთე. მე მივხვდი ეგეთ რაღაცას, რომ ყველაზე რთული არის რომ მსგავსი რაღაცა, რაც არ უნდა როცა არტისტი ხარ, რაღაცა როცა წარმოგიდგენია რა, ძალიან რთულია რომ ეგ რაღაცა ვიღაცას მიანდო და მისი ხედვით გააკეთო ბოლომდე რა, ყველაზე რთული ეგ არის ამ შემთხვევაში რა, რომ მე მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ყველაფრის თავში მე ვიყო, ახლა რასაც ვაკეთებ, იმისთვის რომ თუ რაღაცა ისე ვერ წავიდა, ვიღაცას ან ვინმეს არ დავაბრალო და ყველაფერს მაგიტო ვაკეთებ ხოლმე, ვცდილობთ რომ ჩემი ხედვით გავაკეთოთ ყველაფერი რა, რაც შეეხება სწორებას, ესე არავის არ ვუსწორდები და ვეტოლები, იმიტომ რომ მგონია რომ საჯერ ესეთი ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო და ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი და არტისტი გვყავს საქართველოში, მათ შორის ჩემ თაობაშიც და რა ვიცი, ვფიქრობ რომ ჩვენი ყველასი ხიბლი ის არის რომ ყველა უნიკალურები ვართ რა. და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რა. ეგ თითოეული ადამიანი უნიკალურია. მთელი ნიჭიერება იმაში არის, შენ ვინც ყავს პედაგოგი, პროდიუსერი, აი მაგ შენს უნიკალურობას აქცევს შენს თავარ სახედ. სწორად. კი. სწორ დროს და მე კიდე ალბათ თეი რაღაცებია რა ჩვენ არტისტებმა არის თუ აი ეს არის ძალიან რთული. რაც შემთხვევაში არის ხოლმე რომ პირიქით ზოგჯერ აი სასწავლებლებში და იმებში ამას პირიქით კლავენ, ამბობენ რომ ძალიან მანერულია, ან ძალიან და პირიქით აი ეს რაღაცა მინუსად ითვლება ხოლმე და ამ დროს კიდევ ერთხელ ვიტყვი. ესეთ რაღაცას მაინც ყურადღება არ უნდა მიაქციო რა, იმიტომ რომ ვერ განვითარდები რა. ხო, აბა რა. აი თუ აი რა აქ ამ ადამიანს კიდე პლუსი რა, გარკვეული აი ამ აგრესიის მიმართ, რომელიც ყველა ადამიანის, პოპულარული ადამიანის არსებობს რა, ზოგ მეტწილად პროცენტი დიდია, ზოგან ნაკლები, ისე არა, არ აქცევს ყურადღებას, თავის საქმეს აკეთებს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ თუ დამორჩილდი ამ ადამიანების, თქო, კომენტარებს და რაღაცებს, ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებ. აქვს თავის არჩეული, არავის არ გავს. როგორ იქნება, რა იქნება, მე კი შეიძლება სხვა რაღაცასაც ველოდები, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღევანდელ რეალობაში, ამ ინტერნეტ სივრცეში, თან საქართველოს ხო პატარა რა ძალიან რა. ეს კომერციული სეგმენტი პატარა არის, პროექტები ერთმანეთს ებრძვიან, რეალურად კაი გაგებით და
თორჩოს პროექტია, რეალურად ეხლა თორჩოს პროექტი ყველას კონკურენტია. რა თქმა უნდა. ლელასიც, რა ვიცი, ჭოპასიც, გზავრების, არა, პროექტები არის ერთმანეთის კონკურენტები. და ყველაზე მთავარი არის დრო. რომ გინდა რომ საქართველოს პატარა არის და ნაიზ მძიმედ მიდის და ნელ-ნელა მიდის ყველაფერი რა. ერთს გააკეთებ, მეორე დღეს ისევ ახალი უნდათ. ამის შემთხვევაში ესე იყო, ერთი კლუბი გააკეთა და არ ამოასუნთქეს, მე უცბად მეორე მოუნდათ. რა თქმა უნდა, პირველი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნახვა ქონდა და მართლა თავისი სიტყვა თქვა რა. რომ აი თორჩო არის თორჩო რა. გავი ხა ლელას პლატფორმა კარგად გამოიყენა, რა თქმა უნდა და ძალიან მაგარია, მაგრამ ისედაც ხა რეალურად რო ვთქვა რომ ლელას ბეკუკაშიც ვეღარ იქნებოდა დიდი ხანი, იმიტომ რომ ცალკე ინდივიდად უნდა ჩამოყალიბებოდა, სწორედ მიდის რაღაც შენიშვნებით, ხა რაღაცებს კი მეკითხება ხოლმე ისე რა, მაგრამ მე ხა უბრალოდ სხვა თორჩოსაც ველოდები, აი უფრო დენს სიმღერები, რაღაცა უფრო აქტიურები, მე აი მინდა რომ ადამიანებმა აი თორჩო ნახოს ცოტა ისეთ სიმღერაში ნელი ხვდებით რა, სადაც მისი ვოკალური მონაცემები უფრო სხვანაირად გამოჩნდება რა. და მაგი უთხარი კიდევაც რა, რომ ეხლა მეთქი მაგას ველოდები მეთქი რა. და ეს გასაგებია ყველაფერი, ხარისხობრივად ყველაფერი მიდის, მაგრამ კონცერტი მარტო იქ ხო არ არის რომ იცეკო რაღაც. იქ რაღაც უნდა ჩაუჯდეთ წყნარს სიმღერასაც უნდა მოусმინო და ანუ უფრო სიღრმისეული. კი, ეს აუცილებლად ჭირდება. ისე ვერ ჩამოყალიბდები, ვერ დარჩები, არ არსებობს რა. ეს ხო ადამიანის სიმღერა გასართობის საშუალება გონია. არა, შემოკარგო, ჩვეულებრივი ემოციური ბმა არის ადამიანებთან. იქ თუ ეხა მარტო იმიტომ გინდა სიმღერა რომ იცეკო და ტაშპანდური იყოს, ეგ არ არის არაფერი რა. თვითონ მომღერლისთვის ეს პროფესია რა არის რა. გართობა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ემოციური ბმა, სადაც უნდა მიიღოს სიამოვნება რა. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგზას უნდა შეუბეროს ჩემმა ოქროს ბიჭუნა. არის თაილივით აპირებ ყოფნას რომ მოიარო მე. არავისავით არ ვაპირებ ყოფნას, ჩემსავით მინდა რომ ვიყო მართლა ხო და ამას არ ვამბობ იმიტომ რომ რაღაც ყველა ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გადავაფასე რა ამ ბოლო პერიოდში რა და მივხვდი რომ ანუ არავისავით არ მინდა კაცო არასდროს. მე რაც მინდა ის მინდა რომ ვაკეთო რა. ჩვენ თვითონ ძალიან კარგი გზა და მე ვნახოთ ეს გზა საით წავა და უბრალოდ გეტყვი რომ ჯერ 29 წლის ხარ და კიდე ბევრჯერ გადავაფასებ რაღაცას. ბევრჯერ, მაგრამ ძალიან კარგი. საქმეს ხოლმე არ ვიცი ეს მოუხდება თუ ისე, მაგრამ ნუ სირთულე და გამოწვევები არის ნამდვილად და ხო არის კიდე საქართველოში კიდე იმდენ პატარა ქვეყანაა რომ ძალიან რთულია. ამით მხოლოდ ამით იყო და გისურვებ წარმატებას. არ ვიცი ეგ როგორ ხერხდება ის ოქროს შუალედი. გარდა იმისა რომ შეიძლება იყოს ძალიან არტისტული, ძალიან კარგი ვოკალი, ამის გარდა კიდე სხვა მნიშვნელოვანი თვისებებიც არის. თურმე საჭირო რომ მაყურებელი ყავდეს და მსმენელი ყავდეს. ნამდვილად. ხო, აი ესეთი გამოიწვია ჩემთან მოდის ბანკის ანგარიშთან. არა მარტო ეს ის კითხვა იყო, რომელიც მამული შემთხვევა. თითო კითხვები დავსვით. ხო, მიხვდით ახლა. კი. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. რამე ესეთი გახსოვთ, რაზეც ძალიან იკამათეთ, კონფლიქტამდე თუ რაღაცა ეს იყო კამათის საკითხი, რომელზეც სრულად აბსურდულ კამათში შეხვედით და ახლა გეცინებათ, რომ აი ეს ახლა რატომ მოხდა იმ დროს. შეიძლება იყოს შოუზე, ან შეიძლება კონცერტის მსვლელობის ან დაგეგმვის დროს ყოფილა რაღაცა ეგეთი? რაც დღეს ძალიან რომ მეკამათა? ხო, გეკამათათ, ან მუშაობის პროცესში კამათს გულისხმობ და დღეს გეცინებათ როგორც მეგობრებს. შეიძლება ეს იყოს დასაწყისში. აი მე უბრალოდ აი ადამიანებს რომ ლაპარაკობ რა ისეთი ტემბრი მაქვს, რომ მგონიათ რომ ანუ კამათობ. რომ რაღაცას კამათობ. არა, ესე არასოდეს უბრალოდ მithოვია რომ თქვათ კონცერტი როცა არის, წინა დღეს არ დალიო, არ წახვიდია საგულაოდ მეგობრებთან ერთად, ხო იცი მაინც ეხა მეორე დღე აი ვეუბნები ლელა როგორ არის რა. არ არსებობს კონცერტის დღეს სადმე წავიდეს. რა მნიშვნელობა არ აქვს, საათ აი შეიძლება მეგობრებმა თხოვონ სადმე წავიდე. არ არსებობს თელი დღე კონცენტრირებულია კონცერტი და ვეუბნები რომ ეგ შენ დაგჭირდება საბოლოო ჯამში. აი თვითონაც ეხა რომ დაიწყო მუშაობა, ხო წარმოიდგინოს რომ ეხა ვისთან ერთად მუშაობს, თქვა ეხა მუსიკოსებთან ერთად ხო აკეთებს ცოცხალ ბენდის შეკრება როგორც ვიცი და რომელიმე რომ მივიდეს ისა რა ქვია, პახმელიაზე.
ხო არ ეს სიამოვნება ისე ვარ მე უბრალოდ ჩემთან ეგეთ რაღაცები მინიმუმამდე არის და იმიტომ რომ ეხა არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რაღაცა მოუვიდეს მაგრამ არ უნდა გქონდეს ეხა ხშირი ის დისციპლინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ დისციპლინა არ არის არ არსებობს რამე გაკეთდეს რა აი მაშინ მე როგორც მეგობრები სად განტვირთვა სად ხდება ხოლმე თქვენი სად გვიკამათია არასოდეს არ მიგამადეს ფილარმონიაზე რაღაცა ეს ნაწყენი რო იყო ეთყობა რომ ადამიანი აი ვინმეზე თუ არის ნაწყენი პირდაპირ ესე გამოხატავს ეხა შეიძლება ესე არ ეუნება მაგრამ აი თავისი ქცევით რა და მე რო შევატყე ეს ანას უთხარი მე უთხარი ეხა დამშვიდდეს ძალიან თხოვნეთკი ჩემზე არ მოქმედებს არ მივსდევ რა რომ აი იყო ადრე რომ ადამიანს რა გჭირს რაღაც მაგრამ როცა ბიჭო საქმეში ვარ ამ ხელად მარტო მე ხო არა ვარ მე მყავს დღევანდელ დღეს 12 მუსიკოსი და სუიძახიან რომ ისო ცოტა ისეთი მიდგომა აქვს დესპოტივითო ის რაღაც სისულელებს იძახიან რა არაფერი უბრალოდ არ არსებობს მუსიკოსი თავის საქმეს აკეთებდეს და მე იმას ან რამე შენიშვნა მიცი ან რაღაცა უთხრა დღევანდელ დღეს ესე არის რა ყველა თავის დროზე მოდის თავის საქმეს აკეთებენ გვაქვს საქმიანი ურთიერთობა გარდა საქმიანი ურთიერთობა გარეთ ვისთანაც უნდა თქვა ხო იცი ყველა ვერი მეგობრებს ერთმანეთში რა თუ ვინმე სურს მეგობრობის გაგრძელება შეუძლიათ ვაგრძელებთ ამ ურთიერთობას რა თავარია რომ საქმე გაკეთდეს რა და წარმოიდგინეთ ჩვენი მომენტი რა არის აი თქვა ლელა არის რა ნუ თავარი გასაგებია რომ ლელა მაგრამ ყველა პუნქტი ყველა მონაწილე დაწყებული ბექიდან მუსიკოსიდან ხმის რეჟისორიდან ჩვენ გქონით ერთ სისტემას აიდანაც აი ყველა უნდა იყოს აი ვცდილობთ რომ ყველა იყოს საუკეთესო რა და შევქნათ კარგი ჟღერადობა და დღესდღეობით რა ვიცი თორჩობა დამეთანხმება რომ კი ამას ყველაფერს გაფრთხილება უნდა და ერთი ჭანჭიკიც რომ ამოვარდეს ირღვევა ყველაფერი და ამის დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ ყველა მიცოდეს თავის საქმე იცოდეს ესე თუ არა გაქვს აწყობილი თუ ყველა თავის საქმეს არ აკეთებს არ არსებობს რა იქ შინაურულად არ გამოვა უბრალოდ რომ ვიღაცას ვეხვერწო აუ მეორე დღეს ესე არ გააკეთო და აი დღეს ესე არ გააკეთო ერთხელ თხოვ უნდა გაგითვალისწინოს თუ არ გითვალისწინებს ეს იმას ნიშნავს რომ აზრი არ აქვს მაშინ ურთიერთობას რა არ ესმის ადამიანს ეს ნიშნავს არა საქმეში ნუ მეგობრები არ არის მეგობრობა რა ეს არის შენ შედეგს მაგით აღწევ რომ აწყობილი გაქვს აი ეს იმ ქვეყანაში სადაც ხო იცით როგორ არის რა ემოციებზე ვარ დამოკიდებულები. ზუსტად. კი. რაც არ უნდა ლელაწურწუმია მოგწონდეს, გიყვარდეს თუ რაღაც აი ქვეყანაში რაღაც ზურებია, რაღაცა პრობლემები არ წახვალ ლელას კონცერტზე რა. პირველ რიგში სულ ფიქრობ, ზოგს ბანკის ვალი აქვს, თავი თვითონ არა ეგრეა რა. ნუ ხო იცი რო იღვიძებ, ან ვიღაცა ყავს ავად, ან თავისი რაღაცა გაჭირვება აქვს და ეს არის ყველაზე ბოლო რა. კი, ყველაზე ნაკლებად გეკონცერტება. ხო, ყველაზე ნაკლებად გეკონცერტება და ამ დროს მაინც ყველა უნდა გაიგოს, ვისაც მოწონს თქვა. მომღერალი შეიძლება ლელა არ მოგწონდეს, სხვა მოგწონდეს, რომ იმ კონცერტზე რომ მიდიხარ, იმასაც იმ ხელა მნიშვნელობა აქვს, აი ემოციურად დადებითად რომ მოდიხარ, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აი ეგ არის, რასაც ბევრი ადამიანი ვერ ხვდება რა. რას ვიძახი ხა, კი, ჩვენ დიდი აუდიტორია გვყავს ძალიან და ვცდილობთ რომ აი ყველაზე დიდი მიღწევა რა არის რომ აი ლელას კონცერტზე რა დადიან ბებია შვილი და შვილიშვილი და სულ მაგათ უღებ ხოლმე ვიდეოს და ეგ არის ყველაზე დიდი მიღწევა მომღერლის დანარჩენი არაფერი არ არის რა რომ რაღაცა ეპოქას ქმნი ვიღაცას მოწონხარ ვიღაცას არ მოწონხარ მაგრამ რა არის შენი განსაზღვრელი ხალხის სიყვარული და ის ხალხის რაოდენობა რომელიც ფულს იხდის და მოდის შენ კონცერტზე უპასოდ კი არა აი ფულს რო იხდიან და მოდი ეგ არის მაგით საზღვრავს შენ რამდენად პოპულარული ესე შეიძლება მე ვიძახო რომ მე ვარ ძალიან პოპულარული და არა თუ ადამიანმა ჩვენ გვინახავს რეალურად ხალხი რა და ხალხის სიყვარული ჩვენ არც ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული არც რომელიმე პარტიაზე და არავიზე რა ჩვენ ვართ აქამდე რაც ლელა ვინც მოიყვანა ეს არიან თავის თაყვანისმცემლები სმენელები აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გიოსაც მინდა იგივე უსურვო გიოს ყავს ძალიან ბევრი უკვე თაყვანისმცემელი ძალიან ბევრი გულშემატკივარი უკვე თავის თავზე იცის როგორც უნდა იმუშაოს და ეს ზედმეტი დროს აღარ აქვს რომ რაღაც გავიდეს იქ მეგობრებთან იაროს აკეთიკი და მიხვდა თვითონაც რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ყველაფერი საშუალება რა ნუ გასაგებია რომ ეხლა ფული არ კონდეს მაგრამ თვითონ უნდა შექმნას ეს დოულათი არა თვითონ უნდა შექმნას კი მე შეიძლება თქვა ერთ დღეს ესე დავეხმაროს სხვა კიდე ვიღაცა დაეხმაროს მაგრამ ისაც ხო იცი ხა ყველა ვერ დაეხმარება ესე და ეხლა სწორი მიმართულებით მიდის ცოტა ხანი გაძლება უნდა რა რომ აი ამ იმაში მოერგოს
აი პირველი კონცერტი რომელსაც გააკეთებს, მაგის მიხედვით მიხდება რამდენად სწორი მიმართულებით მიდის, თორე ესე მე როგორც მეგობარი რო არ ვეძახო, რომ აუ რა მაგარი ხარ, გიждები და არა. კონცერტს რო გააკეთეს, ადამიანი და მივიდეს, კი ერთხოვოს უფასოდ მომეცი ბილეთიო, ფული გადაიხადოს, რომ ადამიანმა იგზნოს, რომ ესე იგი სწორი მიმართულებით მიდის. აბა ეხლა უფასო კონცერტების გაკეთებას ხო არ დაიწყებს, არა? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მას უსურვებ, რომ ყველაფერი კონდეს საუკეთესო, იმიტომ რომ ეკუთვნის ძალიან კაი ბიჭია რა. ხშირად ვახსენეთ ეს ზაფხულის გეგმები და მეც მითხარით რამე რისი თქმა შეიძლება. რა გეგმები გაქვთ? ერთად, ლელასთან ერთად, ცალკე შენს ბენდთან მოყევი? იდეები გვაქვს, კერძო მე მაქვს რაღაცა იდეები, ჯერ თვითონაც არ იცის, მაგრამ ნელ-ნელა შევაპარებ და ესე სამომავლო გეგმები რა მე ხომ ამთავრებ ჩემ ალბომს, ჩემ სადებიუტო ალბომს. დღეს გადავხედეთ მე და ჩემო გუნდმა სიმღერებს რამდენიმე დღის წინ და რაღაცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოეწონება მსმენელს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მოგწონს რა და მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე რაღაც არტისტები თავიანთ მუსიკაზე რო გულაობენ ხოლმე და იმ დღეს შევამჩნია ჩემი თავი დავიჭირე რომ ჩვენი მუსიკა მქონდა ჩართული და ძალიან გულავდი ჯერ კიდე დაურელიზებელი ტრეველი შეგარ შენი გაკეთებული და მოგწონდეს ხოლმე რაღაც მომენტში ძალიან ვიკრინჯები ხოლმე რომ აი ეს რაღაც შენი სიმღერა რომ მოგწონს ძალიან და სახში რო გინდა სუჩართული გქონდეს ცოტა ფიქრობ ხოლმე რომ ვინმე ხო არ მიყურებს და არა ეგ კარგის ნიშანია ხოდა მალე მთავრდება დავასრულებ ამ ალბომს რომელშიც ბევრი ტრეკი იქნება სხვათა შორის და ყავს ბენდი და ნელ-ნელა შემოგთავაზებთ ახალ სიახლეებს ნელ-ნელა ამ ტრეკებსაც დავდებ ახალ ვიდეოებსაც დავდებ და გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე და ყველაფერს ნელ-ნელა ნახავთ ყველაფერი ნელ-ნელა ანუ ზაფხულის ჰიტები წინ გვაქვს კი ლელას კონცერტები ვიცი რომ ძალიან ბევრი იგეგმება ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე და თუ ვინმე ზღვის სანაპიროზე მიდის აუცილებლად არის მათ სიაში ლელას კონცერტი იქნებ რაღაცები გითხრა ნუ ჩვენი გრაფიკი აი ძალიან დატვირთულია რა ვიცი წელს უფრო მეტი დრო დაუთმეთ რეგიონში კონცერტებს რა ადრე ესე ვიყავით თბილისში ქონდა კონცერტები კლუბური ბათუმში და ქუთაისში სასაული ზუგდიდი რატო დაჩაგრე? ხო და არა, ეხლა რა, ანუ წელს დავიწყეთ, ანუ რეგიონებში ჩვენი პროექტის წაღება და მართლა გაოცებული დავრჩი, სენაკში ჩავატარეთ 2 კონცერტი. ნუ პირველი რო დადეს 3 საათში აღარ იყო და მივამადეთ მეორე. ოზურგეთში ქონდა ფანტასტიკური კონცერტი. არც არ ელოდებოდი, რა გონია რომ რაღაცა არ ხდება რა და მე მივხვდით თუ არ მოახდენ არც არასოდეს არ მოხდება ვერც მივხვდებით თქვა აუდიტორია როგორია არიან გადამხდელუნარიანები არ არიან ნუ ფანტასტიკური კონცერტები ჩავატარეთ და წელს გვაქვს დაგეგმილი ნუ ზუგდიდში მივდივართ 25-ში ოღონდ თეატრში რა ვიხოთ მომღერალს სუნდა ხოლმე რომ აი თეატრში ატაროს ხოლმე ეს კონცერტები გავიგეთ რომ გართობა უნდათ ადამიანს ამ რესტორანში რაღაცა მაგრამ ბათუმში გვაქვს კიდე კონცერტები. კახეთში? სხვათა შორის აი კახეთი არ ვიცი. ხონში გვაქვს კონცერტი. ანუ მაინც სამეგრელო ფოჩი გვექნება კონცერტი, მაგრამ რაღაცა კახეთი არ ვიცი, რაღაც კახეთი გამოგპარვია. არა, მე საერთოდ არ გამომპარვია, მაგრამ იცით როგორ არის? ესე დალაგდა. აი პროექტები როგორ არის რა? აი ჩვენ ხო დავდივართ რეგიონებში. სადღაც რო ამართლებს, მე ჩვეულებრივი ამბობი სხვა პროექტებიც უკავშირდებიან რომ ხედავენ რომ შეგვიძლია კონცერტები ჩადონ ის პროექტებიც უკავშირდებიან ორგანიზატორებს და ქალაქებს და კახეთში არ ვიცი ჯერჯერობით მე გეტყვით რომ მე არ ვიცი ამას ვერ შევაფას მაგრამ მე როგორც თელავის ხშირი სტუმარი სულ არის რაღაც კონცერტები და საოცარი კარგი ახალგაზრდობა რომელიც აი ძალიან გონივრულად და ძალიან გემოვნებიან ერთობა არა ეჭვი ამეპარეო მაგრამ მან თავარი რა არის აი ლოკაციები არის ხოლმე და რატო გეტყვით რა აი ჩვენ პროექტს მაგალითად რა რადგან ჩვენ პროექტზე ვლაპარაკობთ ჭირდება კაი ხარისხის აპარატურა და ლოკაცია სადაც ეს აპარატურა დადგება და გაჟღერდება ახლა მე თელავის მერივით რატო ჩაგაბჟირდი მაგრამ თელავის თეატრი ჩვენიერია და არა თეატრში ადრე მქონდა მაგარი რაღაცა მოგიყო თელავზე რა ნუ რაღაცა დავიწყეთ კახეთში სხვათა შორის საგარეჯო თელავი სად ვიყავი ველისციხეში მაშინ ბენდი არ ვყავდა და ნუ დავდიოდით ნუ ძალიან ბევრი ხალხიო დადიოდა ჩვენ კონცერტებზე და თელავში ჩავედით მქონდა კონცერტი თეატრში ნუ
შევედი დარბაზში, ნახევარი დარბაზია და ბიჭო, მეთქი რა ხდება რა და მეუნებიან რომ ძალიან გარეთ ვიყედები, ნუ ძალიან ბევრი ხალხია რა. ვეუნები კაცო, რატო არ შემოდის ეს ხალხი მეთქი რა და მეღაც ორგანიზატორი მოვიდა რა, ზოგს საშუალება არ აქვს, ის რა ქონდა. მე ვთხარი ბიჭო, ხა ადამიანმა გადაიხადეს. ეხლა კარგი მე ვთხარი, ნუ იყოს მეთქი ესე როგორც არის და ვინც არის ჩავატაროთ მეთქი. 10 წუთში გამოაცხადეს რომ იწყება. გავიხედე გადაჭედილი მთელი თეატრი. ვახ, მეთქი რა ხდება. გავედი ამ ორგანიზატორთან. ვიღაცაო იქო რა, თანამშრომელი გამოვიდა და თქვა რომ ყველა შემოუშვიდო და ეს ამდენი ხალხი, ეგრევე შემოვიდნენ, ნუ კი ჩავატარეთ უმაგრესი კონცერტი, მაგრამ ნუ ეგეთი სიტუაცია იყო და ეს ხო ლოკაცია და აპარატურა დღესდღეობით ძალიან ძვირი ის რა. კი ბატონო. აი ზოგჯერ ხანდახან იმაზე ძვირი იღის, ვიდრე თქვა რაღაც მუსიკოსის ჰონორარი რა. მესმის და მნიშვნელოვანია რომ გამართული. ხო და ვიღაცამ უნდა გაარისკოს რომ ეს, მაგრამ რადგან ეს პროექტები არ არის იაფი, ამიტომ თვითონ ორგანიზაციულ ხრიდანაც ვერ რისკავენ რა გაკეთებას და ალბათ ეგ არის პრობლემა თქო მაგას ვიძახით თორე ესე რომ ვიღაცა გამონხმაურებულიყო აი რომ წავსულიყავი მოლაპარაკებებზე მაინც რა რომ აი დაგვეწყო ლაპარაკი რომ აი რა შეგი იმიტომ რომ შენი პროექტის გაყიდვა როცა გინდა ვერ დაადებ ერთი და იგივე პოს და ვერ იტყვი რომ მე ამდენი მინდა რა ესე რომ მილიონი გინდოდეს მაგრამ არ გადაიცი და ნუ ცდილობ როცა აუთვისებელი რეგიონია ისეთ ბიუჯეტში მიცე პროექტი რომ დაიწყოს რას მთავარია რა ნუ ჯერჯერობით ეგ ადგილია სადაც აი ჩვენი ბენდით არ ყოფილვართ რა, აი ჩვენი ჯგუფი და იმედი გვაქვს რომ მეც იმედი მაქვს რომ ძალიან მარტივად მოგვარებადია ეგ ყველაფერი. წელს ისე გვაქვს რომ აწყობილი ყველაფერი რომ მე მგონი მანდაც კახეთ შემოდგომა უხდება ასე რომ ჯერ კიდევ დრო არის. ხო და მაგაც ხო იცი როგორ რეგიონებში როგორი თვალისწინებენ რა, ეხლა ადამიანებს ბევრს არ აქვს თქო საშუალება რა და ამთხვევენ აი კახეთში რთველი როცა არის აი მოსავალი როცა მოყავთ აი ხალხში ფული როცა ჩდება აი ეგენიც უნდა დაამთხვიო წარმოიდგინო ყველა რეგიონში რომ მიდიხარ აი როდის რამდენ რამეზე უნდა იფიქროს არა ძალიან ხო და ყველა ძალიან ადვილი გონე მაგრამ ამის აწყობა არის ურთულესი ან ამის აწყობა არის ურთულესი რა რომ ესე და იქ რაღაც მოარგო დრო რომ აი რომ ჩახვიდე ხოც მიჩეული რო ხარ სულ ანშლაგი და სანმე რომ მიდიხარ და რაღაცა ესე არ ხდება უკვე ძალიან ღმერთმა დამიფაროს ბოდიში არტისტისთვისაც ძალიან არტისტის სხვა რაღაცას ფიქრობს არა მე ხა არტისტი რო გამოდის და ხალხი წინ არ დგას დამიჯერო და ძალიან ძიმია კი ნუ ხა არტისტი იმის პროფესიონალია რომ ყოველთვის უნდა ჩაატაროს მნიშვნელობა არ აქვს ხა 50 კაცი იყიდის თუ 1000 კაცი ბილეთს ეგ სულ ისა მაქვს რომ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კონცერტი რადგან ის ადამიანის მნიშვნელოვანია მის მოვიდა და ფული გადაიხადა რა რა თქმა უნდა ხო და ამ ხე ხა თვითონ ნელ-ნელა რა ღმერთის წყალობით წინ მივდივართ და მე ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად. თორჩოსთვისაც ყველაფერი კარგად. სანამ ბლიც კითხვებს დაგისვდა, ვიცი ძალიან გეჩქარება, უბრალოდ არ ვიქნები მართალი და არავინ არ მაპატიებს, რელაზე რო არ კითხო ორი სიტყვით. შენი აზრით, აი ამდენი წელია სხვადასხვა თაობა თქვი შენ, ხო? და რამდენი თაობა უყურებს ლელას პატარებს, უყურებს გულისხმობ ყოველთვის, იმიტომ რომ ყველაფერი რა თუ ვერ მიდიხარ, აუცილებლად არის უკვე ონლაინ და შესაბამისად ონლაინ მიც გიყურებს ის შენი სმენელიც არის. რა არის ამისი გარდა შრომისა, ძალიან დიდი შრომის ამის გარანტი რომ ლელა სულ აქტუალურია და მოთხოვნადია მე და ნუ რავი ხე აი წარმოიდგინეთ აი წინაზე რო ვთქვი და რომ არ გადის საქმე ლელა არის აი პროფესიონალი თავის საქმე აი უყურს რა ვიცი ალბათ ყველაზე ძალიან და თვლი რომ აი მიდგომა შენი საქმისადმი არის უნიშნელოვანესი და იღბალი რა თქმა უნდა. აი ისეთ დროს უნდა მოხვდე ისეთ ადგილას, რომ დღეს ძალიან ბევრი მომღერლები არიან. დღეს კონკურენცია ძალიან ადრე ისე კონკურენცია არ იყო, ვინ მოასწრებდა რაღაცა ის საჭიროდ რაღაცა იმ მომენტში რაღაცა უნდა გაგეკეთებინა რა, ოღონდ სხვა განსხვავებული რა. და ლელას იმე ხომ თავარი ის არის, რომ თავს აქციოს ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია ლელასთვის აი ჩაცმულობა რა ვიცი ამაზე ომი და ისა აი ადამიანს აი მიაჩვია რა მარტო სიმღერა არ არის ვოკალურად დღეს შეიძლება ლელაზე უკეთესი მომღერლები იყვნენ შეიძლება რესტორანშიც უკეთესი მომღერლი იდგეს და მღეროდეს ყველა არასოდეს არ უნდა დანებდე უნდა იმუშაო
იმუშაო იმას კი არ ვიზახე, აზრობრივად ოღონდ რა. განვითარებას შენ. არასოდეს არ იცი საიდან მოვა იღბალი შენთან. შეიძლება რესტორანში მუშაობდეს, ორი კაცი იჯდეს და იმ ორი კაციდან ერთმა მოკიდოს ხელი და წაგიყვანოს. და შეიძლება 1000 კაცი მოვიდეს და იქიდან არც არაფერი შედეგი არ იყოს. ამიტომ არც ერთ მომღერალმა ყურები არ უნდა ჩამოყაროს, თუ კარგი მომღერალია და თუ უყვარს თავის საქმე. ეს არის ყველა აუცილებლად ნუ ხა პროდიუსერი უნდა ყავდეს ხა ბოდიში რა მაგის garaში არ არსებობს აი მომღერალი აი რა ვიცი ყველა ქვეყანაში პროდიუსერზე არიან დამოკიდებული მომღერლები აი ვისაც ჩვენ უყურებთ ვინც არიან ვარსკვლავები რა ბუნებრივია ისინი რითი მოვიდნენ მაქამდე არავის არაფერი არ მიუწია ყველას პროდიუსერმა ამოარჩია ის სადღაც ბარში მღეროდა ის სადღაც ჯგუფები მუშაობენ ხო და თლიანი ის არის რა ქვია, მთელი სისტემა არის მაგაზე აწყობილი რა. ანუ მიდგომა იღბალი და მამულიჩა არის საჭირო რომ მამულიჩაზე არ ვიძახ, ის რა არის? ყოველთვის ვიღაცამ უნდა ცადოს რა. იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც მენეჯმენტი შეუვლიათ რა. შეიძლება მუსიკაში ჩახედულები არ არიან, მაგრამ აი მე არასოდეს არ თulis სწორედ რომ აი მომღერალსა ურეკავ და რაღაც ჰონორარზე ელაპარაკებ. და ჩემი მეგობრებიც არიან, ნუ არ ვეუნებ ჯო, არ შეიძლება რა ეგეთი რაღაცა, რომ დამკვეთი გირეკავს და შენ ფულზე ევაჭრე, ნუ ეხა ბიზნესია ჩვეულებრივი, შენ ეუნები შენთახას, ის გეუნება თავისთანხა და ზიხარ და დამიკელი რა და აი მომღერალი რომ ფიქრობს მაგაზე რომ როგორ დააკოს, იქ მუსიკოსმა არ დააგვიანოს, აი კონცერტზე აპარატურის კაც დაურეკოს იმ ეგ არის წარმოუდგენელი შრომა რა თქმა უნდა. და ამაში ამით უნდა იცხოვრო. სხვა ამით თუ სხვა რაღაცების გაქვს აზრი არ აქვს. ამ საქმით უნდა ცხოვრო. ლელა დღეს ამ თავისი პროფესიით ცხოვრობს, უყვარს თავის პროფესია და მამულიჩასაც უჯერებს. მამულიჩასაც უჯერებს. გამგებმა გაიგო ყველა. არა, ჯგუფი რა მთავარია რა. მთავარი და აი რაღაცა სწორი ადამიანები. კი. შენ გვერდზე რა. კი. ლელა ყოველთვის საოცრად გამოიყურება და ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჯერჯერობით ჯანსაღი ცხოვრების სტილი. მე კიდე გარდა იმისა რომ უვლიდე მონაცემების თავიდანვე ძალიან ლამაზი იყო, მე პირველი კონცერტიდან მახსოვს ეს შავი ლიფი და პიჯაკი რო ეცვა და ნუ ჩვენი პირველი კონცერტი იყო შოუს თემა და სავიზიტო ბარათი და რა ვიცი. ამ პასუხისგებლობას ბევრი ვინც ეკრანზე დგას არაცნობიერებს რომ ის მისი გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანია. არც ასაკზე, არც წონაზე და არც ნაოჭებზე არ მაქვს ბუნებრივია საუბარი. მინდა რომ სწორად გაიგოთ. მოვლა კულტურა რა ვიცი. არა, ხო, მაგას ედახით საუბარი. იმას არ ვიძახი რომ შეიძლება ვიღაცა რაღაცა ლამაზი ცისფერტვალება იყოს და ვიღაცა არ იყოს, მაგრამ მაგაში არ გამოიხეთება. აი სცენაზე უნდა ის სცენიური უნდა იყოს. სცენი უნდა კი ბატონო. აუცილებლად რა. არა, ხო და რა ვიცი. სცენიური უნდა იყოს, აუცილებლად. არა, აუცილებლად. იმიჯი არის. კითხავ, იმიჯი ნამდვილად რისი პრობლემაც შენთან ნამდვილად არ იქნება დარწმუნებული. და შენ მითხარი ლელასგან ყველაზე ძვირფასი რაც გახსოვს და ბლის კითხვებზე გაგიშვებ და ყველგან დააგვიანა მაინც მამულიჩა მე მგონი აზრი არ აქვს და მაგრამ მე მაინც სწრაფად ვილაპარაკე. ლელასგან ყველაზე ძვირფასი რაც მახსოვს რა ბევრჯერ ვთქვამს რომ სულ უნდა იბრძოლო იმისთვის რაც გინდა რომ გქონდეს რა და რისი კეთებაც გინდა სულ მაგას მეუბნებოდა ამდენი წელი და მეუბნება ხოლმე კიდე და არაუშავს დე ესეთ ამერიკას არაუშავს დე ხო იცი ყველაფერი კარგად იქნება და სულ ისე მომხრევებს ხოლმე რა და სულ მაგას მეუბნება რომ რაღაცა თუ გინდა ბევრს თუ იშრომებ აუცილებლად მიაღწევ და მეც ვეთანხმები აბსოლუტურად ხო, ნუ ყოშტაში ერთ-ერთი წარმატების უდიდესი გარანტია ეს ბევრი შრომა არის და თავის თავზე აქვს ბოლო-ბოლო. კი, რაც ამდა ნიჭიერი იყო ადამიანი, მეც გეთანხმები, რომ ალბათ ამის გარეშე სხვა გამართლება მე და დისციპლინის გარეშე. არა, კი და იღბალი გინდა. დისციპლინის გარეშე. ეს ყველაფერი და მე ზემოდან იღბალი მოდის, აუცილებლად უმართლებს ერთხელ არა, ორჯერაც შეიძლება გაგიმართლოს ადამიანმა და უბრალოდ იმ დროს შენ მზად უნდა იყო რა, რომ ყველაფერი მე მგონი პირველ რიგში იღბალი გინდა. მე მამული. არა, სადაც მოხდები რაღაცას მოხდები და მე უნდა შეინარჩუნო. იღბალი რომ მოგივა რომ სადღაც გექნება საშუალება რომ გამოხვიდე დიდი სცენა და მე როგორ შენარჩუნებაა თორე იქ რასაც გადაძ მერტი საშუალება რომ სადღაც ახვიდე იქ თუ არ მოეწონათ ის რასაც შენ აკეთებ აზრი აღარ აქვს. მე უკვე ხო იცი. უკვე ფუჭია. არ უნდა დანებდე რა. მაგთან იმდრობაზე არ მეფიქრია. და საქართველოს შეხოთაშორის ქართულად უნდა მღეროდე. აი გარი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა მე მომღერალთან მქონდა ურთიერთობა. ეხლა ლელას ხო იცით როგორ ჟანრში როგორ ქალაქური ლელასია. ჩემი აზრით მე ვთვლი რომ და კიდე რა ვიცი. სხვადასხვა მიმართულებით შეუულია ეს მუშაობა და ყველაზე ქართული აი ქართულად კარგად უნდა როგორ არის ხეროდე აი
რას ვიძახი რა ის ინგლისურ ქართულად კი არა კი მესმის პატარა თაობის მომენტი არის ყველა ღერის ინგლისურად აქედან მინდა უთხრა რომ მაგნამღერით საქართველოში ვერასოდეს ვერ გახდა პოპულარული თუ არ იმღერე ქართულად იმიტომ რომ საქართველოში უნდათ რომ მოусმინონ ქართულს კი შეიძლება უცხოური ჩაწერო რაღაცა მაგრამ ძირითადი შენი შემოსავლის წყარო იქნება თუ იმღერებ ქართულს თუ ამ მიხვალ ადამიანების გულებთან აი გარი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. გეთახმები და სულაც არნიშნავს. ხო, აი აქვე ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ თუ კი გვექრინჯება რომ რაღაცა რუსულები და რუსული სლენგები თუ სიტყვები და ამაზე ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე და ვუსწორებთ ერთმანეთ, ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ინგლისურზე. ძალიან საჭირო და მიყვარს, მესაც უცხოენები ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ამაშიც იგივე გამოცდილებას ნუ ვიზავთ ჩვენმა შვილიშვილებმა მე ამ უცხოენებზე და ამ სიმღერაზეც და სიტყვებზეც დაგვცინონ რა. არა მე თული რა არის ინგლისურში რო ეჩვევ ქართულად რომ ღერი ხარ რაღაც ინგლისური ხანარის ღერადობა ინგლისურადაც რომ ღერი ხარ თქვა ინგლისურად კი არ ღერი ხარ რაღაც ქართულსაც ურევ რა იქა რა აი გარი პროსტო სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ უნდა ვთქვა რომ ეკობრენდსი რომელიც ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია წარმოგიდგენს მრავალფეროვან არჩევანს სერტიფიცირებული და ბიოეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მე აქ მაქვს ყველასათვის ცნობილი ველედა და ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია ყველასათვის ცნობილი სპაირალ სერუმები რომელიც TikTok-ზე ძალიან ცნობილია და ესეთი ზაფხულის ფერებია რომ ვფიქრობ რომ ყველა შეარჩევს ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანი საკუთარ კანისთვის შესანიშნავ სერუმს და რა თქმა უნდა სხვა პროდუქცია ციტოფლენის ვიტამინები სონეტის სარეცხი საშუალებები რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და რა თქმა უნდა I+ M-ს აქვს თავის მოვლის საშუალებები და მზისგან დამცავები. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის ერთად ნახვა, შერჩევა და შეძენა შეგიძლიათ ფალეშვილის 85 ნომერში. მოკლე ბლიც კითხვა და საჩუქრები და წავედით. ვინ უფრო ხშირად აგვიანებს? ეს უნდა მეკითხა. ყველაფერი ცხადია. აღარ გვინდა. ვინ უფრო ხშირად ამბობს, აი მე ხომ გეუბნებოდი? მე просто ეხა ვერ ვიტყვი რა ანუ არ მათქმევინო მე იცახე მე რა მე აი რადგან პატარა ხარ ჩემზე არა პატარა რა შუაშია ეხა აბა თავშია არა просто აი ხა ვერ ვიტყვით რომ აუ როგორ გაგაშავებდი მამულე მე მოგწერთ აი შემდეგ ამის შესახებ მოგწერთ ყველა კომენტარებში დაწერე ხო იცი უცხო იმით თუ არის ხო შეშე მე ერთი ამბავი ვიცი და აი გადავიდეთ ჩემში ვის უფრო უყვარს როდესაც აქებენ იждდება რატომაც ყვა ეკეტება მაკლი ამ ბავშვობაში არ მაქებდნენ და ვინ უფრო ემოციური და დრამატული განიცდის რაღაც მიდი უპასუხე ხან გაძლევ მე ვინ უფრო ხმაურიანია რა მე მაგამ ხმაურიანზე არ მანდ ენას ვინ უფრო იმახსოვრებს მე ვისწავლე რომ წენა უნდა გაატარო რა მაგის ცხოვრებას აზრი არა მე ვერ ვიმახსოვრებ ზოგადად ეგეთ რაღაც იმ მომენტში რა იმ მომენტში ვინ უფრო დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში სამუშაო თუ გასართობი არ აქვს მნიშვნელობა შენ სამუშაო მე ვინ უფრო ემოციურია კონცერტის წინ გახსენდა თავისი ვის უფრო უყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები მე ვის შეუძლია კრიტიკის მშვიდად იღებს კარგები რაც იყო ყველაფერზე მე კარგები მე რატო თქვი ჩემზე რომ შენი რეაქცია კარგები რაც იყო მე თორჩოს აღიარებთ რა შენია კი კრიტიკის მიღება ვის უფრო მშვიდად შეუძლია მე ვინ უფრო მეც ლაპარაკობს ტელეფონზე საქმეების შესახებ საქმეების მოსაგვარებლად რა პროზაული კითხვა დავს მე ვის უფრო ვისი წყობილებიდან რაღაცნაირად კულტურა ვინ უფრო ადვილად ბრაზდება მე ადრე რო იყოს მე ვიტყოდი ჩემს მაშკარად მე ვის უფრო ემართება კურიოზები გასტროლებზე რა თქმა უნდა თვითონაც ხმის კურიოზებს კურიოზი კაცი ხარ რა კი
რა ვქნათ? ხო უნდა გავერთო. ეს ანონში იქნება კურიოზი კაცი ხარ, ძალიან მეწონებათ ხა დარწმუნებული. მე მგონი საერთოდ ამათ მაგით ვამიყვანეს, რომ просто ვერთობდი 6 წელი. შეიძლება არ არის განა რამე მოწონდათ, რასაც ეგ დღეს ძალიან ძვირფასია მინდა კიდე. ასე რომ ყველა ტოქსიკურ ურთიერთობას გაერბის? საყვარლად თქვი ძალიან ცხელა. გაერბის რა ახალი ქართული სიტყვაა და კაია. ნიშნავს რომ გარბი ხარ და არავინ მოგხსნას. კარგი. დაიმასო. გაერბის. და ვინ უფრო ოპტიმისტია რთულ მომენტებში? აჰა. შვენიერია. მე ბამბუჩას ესე ახლოს არ ვიცნობდი და იქ ჩუმად ვკითხე პერფექციონისტია მეთქი. მე ვგიჟდები პერფექციონისტ ადამიანებზე და მგონია რომ საქმეში ერთი აუცილებლად უნდა იყოს ესეთი, იმიტომ რომ განა იმიტომ რომ ვიღაცა მოდუნებულია, იმიტომ რომ დეტალებში არის ეშმაკი. 100%-დან უნდა ხოლმე 110-დან. ძალიან კაი, მე მომწონს. დღეს მუშაობა დღეს. ხვალ ვიზავ, ზეგ ვიზავ არ არწებობს. დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ხვალ რა იქნება არავინ არაფერი არ იცის. ასეა მართლა. იმიტომ რომ შეიძლება აი სანამ აი ახლა ამ გადაცემას ვდებთ უცებ რაღაცა ისეთი მოხდეს რომ ვერ დადო ან რაღაცა საერთოდ შეიცვალოს რაღაცა ფონი ქვეყანაში. ან ვიღაცამ რომ დააგვიანა ამ დროს ის ვიცელოდება გაიქცეს. კი, მაგრამ არ გაიქცა ადამიანი, ისთვის დიდი მადლობა გადაეცა. ჩვენი პროდიუსერი. როგორ თქვი რა სიტყვა თქვი? გაურბისო და გაერბის. გაერბის. თუ არ მოვა გაერბის მეორე. საჩუქრები მაქვს ორი ნაბიჯისგან, ვაზისას ალკოჰოლური სასმელები არის ლამაზად ნათქვამი, მაგრამ ღვინო, ქართული ღვინო ვაზისას, ეს არის კინძმარაული. დაგეხმარა? არის საფერავი. არის მარაული, ჩემი ხმა არის მის, აქ აი ეს რა არის მის? ის ვაზის მოძრა და გაერბის. გაერბის. მეკონი მიკროფონი გაერბის. ეს გადაცემა ეს თავი მის შემეხ. მოძრა და გაერბის. ვაზისას კინძმარაული და ქაწითელი და აუცილებლად ეკო ორი ნაბიჯის საჩუქრები თქვენ ვაზისას კინძმარაული არ ქაწითელი მე როგორც არამსმელი უთმობ თორჩოს. შეგიძლია შენ მოდუნდე, ოღონდ დირითე პახმელიაზე არისო და თუ ამასაც დაგითმობს არ ვიცი ხან იქნება ამასაც არის. მაგას არ დამითმობს. ველედას თავის მოვლის საშუალებები ეკობრენდისგან ძალიან დიდი არჩევანი გითმობს, ყველაფერი ჩემი ყოფილა. რა კაი ყოფილა. აი მაგით უნდა იმეგობრო სწორ ადამიანებთან. დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან ესეთი ცხელი სეზონი გველოდება, როგორც იქნა დათბა, ქალაქიდან გავა ხალხი, გაერთობა, რეგიონებს თურმე როგორი საჩუქარი ელოდებათ, რა ძალიან კარგი იდეა. წარმატებები შენს საფულის სიტყვასაც ველოდებით და მადლობა კიდევ ერთხელ. ლელას ძალიან დიდი მოკითხვა ჩემგან. კაი ხართ. რა თქმა უნდა, თქვენს გემშვიდობებით, დილი და ლალეო. სიმღერა მომინდა. თქვენს გემშვიდობებით, ჩემი ზაფხულის სიტები არ იქნება, ჩემთან იქნება მხოლოდ ახალი ეპიზოდები პოდკასტების. მეხუთე ელემენტი ნახვამდის.